მოგესალმებით, მე გახლავართ ოთარ პარკაძე, რუსეთის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი და ჩემი დღევანდელი პრეზენტაციის თემა არის პოქსვირუსები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები. პოქსვირუსს რაც შეეხება, პოქსი ნიშნავს ყვავილს, ხოლო ვირუსი ნიშნავს ვირუსს, არის აგურის ანოვალური ფორმის ვირუსების ოჯახი. ყველაზე მსხვილი ორმაგი დნმ-ითაა წარმოდგენილი, გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, დაავადებას იწვევს როგორც ცხოველებში, ასევე ზოგიერთი მათგანი ადამიანშიც იწვევს დაავადებას, როგორც წესი აზიანებს კანს ან გამოხატულია გამონაყარის პაპულების, პუსტულების სახით. დაინფიცირება ხდება კონტაქტით დაავადებულ საქონელთან, დაინფიცირებულ საგნებთან. პოქსვირუსების ზოგიერთი სახეობა, მაგალითად ნატურალური ყვავილი, ბუნებაში აღარ არსებობს. ზოგი კი დღესაც იწვევს დაავადებას. ორი ძირითადი კლასია პოქსვირუსების, ეს არის ქორდოპოქსვირინაე და ენტომოპოქსვირინაე. ჩვენთვის საინტერესო არის დღეს რომ განვიხილოთ ქორდოპოქსვირინაეს კლასის სამი გვარი, ეს არის პარაპოქსვირუსები, კაპრიპოქსვირუსები და ორთოპოქსვირუსების გვარის წარმომადგენლები. პარაპოქსვირუსებიდან სამ დაავადებას განვიხილავთ, დაავადების გამოწვევს, ეს არის კონტაგიოზური ექტიმა, საქონლის ფსევდოყვავილი და მსხვილფეხარქოსანი პირიტყვის პაპულარული სტომატიტი. აღნიშნულები ზოონოზურია და ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაც. კონტაგიოზური ექტიმა პირველად 1787 წელს იქნა აღწერილი ცხვარში, ხოლო ადამიანში 1923 წელს. მთელ მსოფლიოშია გავრცელებული ავადებიან სხვადასხვა სახეობის ცხოველები, ძირითადად ცხვრები და თხები, თუმცა ასევე ადამიანის დაავადების ფაქტებიცაა აღწერილი. მაღალი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ შეხება აქვს ცხოველებთან და თხებთან. დაავადებისგან დასაცავად უნდა მოვერიდოთ დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტს, ან უნდა ვითխმაროთ პერსონალური დაცვის აღჭურვილობა. საქონლის ფსევდოყვავილი. დაავადება ძირითადად მიმდინარეობს მსხვილფეხა პირუტყვში და ახლოს დგას ცხვრის კონტაგიოზურ ექტიმის ვირუსთან. დაავადების საწყის ეტაპზე საქონლის ცურზე და თვრილებზე წარმოიქმნება პატარა ზომის მოწითალო დაზიანებები, რომლებიც შემდგომ ფორმირდება ვეზიკულებად და ნოდულებად. ადამიანები ძირითადად დაავადებიან როგორც წინა შემთხვევაში დაავადებულ ცხოველისთან კონტაქტით. ამ შემთხვევაში უფრო ხშირად მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის წველის დროს. რაც შეეხება მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის პაპულარული სტომატიტს, ავადება მსხვილფეხა პირუტყვი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება პირდაპირ კონტაქტით. თავდაპირველად ყალიბდება პატარა ზომის მოწითალო ლაქები, რომლებიც შემდგომ გადაიზრდება პაპულებად. ვრცელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე აღნიშნული დაავადება ცხოველში. ცხოველებს ტემპერატურა აქვთ მომატებული, თუმცა არა მკვეთრად და აღინიშნება ძირითადად უმატობა. დაავადების საწინააღმდეგოდ სპეციფიური პრევენციის და კონტროლის ღონისძიებები არაა შემუშავებული. რაც შეეხება კაპრიპოქსვირუსების გვარიდან, ჩვენთვის საინტერესო იქნება და დღეს განვიხილავთ ცხვრისა და თხის ყვავილს და ნატურალური დერმატიტის ვირუსს. ხშირ შემთხვევაში ცხვრისა და თხის ყვავილს ერთად მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა ცხვრის ყვავილი და თხის ყვავილი ცალ-ცალკე ვირუსებია. მათ მიერ დაავადება ხდება ცხვარში და თხაში. ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 4-დან 21 დღემდე. დასრულებში ლეტალობა შეიძლება მიაღწიოს 50%-მდე, ხოლო ბატკნებში შესაძლოა 100%-მდეც კი მიაღწიოს ლეტალობა. პაპულები ფორმირდება პირის ღრუში, გამონაყარი ფორმირდება მთელს სხეულზე. დაავადება ვრცელდება ძირითადად პირდაპირ კონტაქტით და ვირუსით დასვლის საგნების მეშვეობით. დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ტემპერატურის მატება, ანორექსია ან ნორმალური სიამხდრე. დიდი რაოდენობით ვირუსია ცხოველურ გამონაყოფებში დაზიანებულ კანში პაპულებში. დაავადების კონტროლის მიზნით ტარდება ვაქცინაცია. რაც შეეხება ნოდულარულ დერმატიტს, დაავადება მსხვილფეხარქოსანი პირუტყვი, ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 2-დან 5 კვირამდე. ავადობა 3-დან 95%-მდეც კი შეიძლება იყოს. სიკვდილიანობა დასულ ცხოველებში როგორც წესი არ არის მაღალი და შეიძლება 3%
წამდე იყოს. ზოგიერთი აფეთქების დროს შეიძლება 85%-მდეც კი მიაღწიოს ცხოველთა სიკვდილიანობა. დაავადება ვრცელდება ვექტორების საშუალებით, ძირითადად შესაძლოა ასევე გავრცელდეს პირდაპირი კონტაქტი დაზიანებული კანიდან დაინფიცირებული რძის სეკრეტებით. ნოდულარული დერმატიტის დროს ნოდულები ყალიბდება მთელ სხეულზე, თუმცა ყველაზე ხშირია თავზე, კისერზე, ცურზე და ფეხებზე ნოდულების ჩამოყალიბება. მეორადი ინფექციების მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები. სპეციფიური მკურნალობის მეთოდი არაა ნოდულარული დერმატიტთან დაკავშირებით შემუშავებული. ნოდულარული დერმატიტის ყველაზე ხშირი გართულება არის ხოლმე ბაქტერიული მეორადი ინფექცია, რომელიც ნოდულების ჩამოყალიბების შემდგომ შეიჭრება ნოდულებიდან და იწვევენ საკმაოდ მძიმე ანთებას და აღნიშნულის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპია. დაავადების მიმდინარეობისას თავისთავად ვრცელდება პროდუქტიულობა, ვლინდება აბორტები და კოჭლობა. გაკვეთისას ნოდულები შეიძლება იქნას ნანახი ფირთვში, ჰემორაგიოები, ლენტაში, ღვიძლში. ვაქცინისთვის გამოიყენება ნისლინგის და წყვრისა და თხის ყვავილის შტამების შემცველი ვაქცინები. რაც შეეხება ორთოპოქს ვირუსებს, საკმაოდ გრძელი სია არის ორთოპოქს ვირუსების, თუმცა ჩვენ გვავიხილავთ ვაქცინია ვირუსს, ყვავილს, მაიმუნის ყვავილს, ძროხის ყვავილს და ეგრეთ წოდებულ ახმეტა ვირუსს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იქნა აღმოჩენილი საქართველოში ახმეტის მუნიციპალიტეტში. ადამიანის ყვავილი ვარიოლა იწვევდა ცხოველების და ადამიანის დაავადებას. ედვარდ ჯენერის მიერ მოხდა ძროხის ყვავილის ვაქცინის წარმატებით დანერგვა ვარიოლას წინააღმდეგ. ამჟამად აღნიშნული ვირუსი არის აღმოფხვრილი, ერადიკირებული, ბოლო შემთხვევა ადამიანში ვარიოლასი დაფიქსირებული იქნა 1977 წელს, ხოლო ოფიციალურად სტატუსი, რომ იგი აღმოფხვრილია, ამ კონკრეტულმა ვირუსმა მიიღო 1980 წელს და შტამები რამდენიმე ლაბორატორიაში ინახება დღეისათვის. რაც შეეხება monkeypox ანუ მაიმუნის ვირუსს, ხშირად დაავადებიან მაიმუნები, ძაღლები, ასევე სხვადასხვა სახის მღდელები. იგი არის ზოონოზი, ხდება აფრიკაში ძირითადად, თუმცა 2003 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა ადამიანის დაავადების შემთხვევა, რომელიც დაკავშირებული იყო აფრიკიდან იმპორტირებულ მაიმუნთან. ადამიანებში ხასიათდება ტემპერატურათა და გამონაყრის ფართო გავრცელებით, ხდება ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემა და აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება smallpox-ზე დამზადებული ვაქცინა, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. რაც შეეხება cowpox, ანუ ძროხის ყვავილს, იგი არის ზოონოზი, ძირითადად გვხვდება ევროპაში და აზიაში. მიუხედავად იმისა, რომ დასახელება აქვს ძროხის ყვავილის, ის შედარებით იშვიათად გვხვდება სრულფეხარხოს ანსაკონელში და ყველაზე ხშირად ვირუსი აღმოჩენილი არის კატებში. დაავადების გავრცელება ხდება დაზიანებული კანიდან, ინფიცირებული გამონაყოფებთან ან ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემა დღეისათვის არ არის დაფიქსირებული. რაც შეეხება თვითონ ორთოპოქს ვირუსს, ის ახალ ტიპს, რომელიც არის ახმეტა ვირუსი, ის პირველად 2013 წელს გამოჩნდა ივნისის თვეში ახმეტის მუნიციპალიტეტიდან. კლინიკაში მივიდა 2 მწყემსი მწვავე ფიბრინული გამონაყარით. აღნიშნული გამონაყარი მათ აღნიშნებოდა ხელზე. ვირუსი გამოყოფილი იქნა ადამიანებიდან და ამავ დროს მოკვლევის შემდგომ დადგინდა, რომ მათი კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვით იყო დაავადებული. ინფორმაცია მიეწოდა pox ვირუსის ჯგუფს ატლანტის ოფისს, CDC-ს ცენტრალური ოფისი არის ქალაქ ატლანტაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სპეციალისტების მიერ იქნა იდენტიფიცირებული ახალი ვირუსი, ადრე უცნობი აგენტი, რომელსაც ახმეტა ვირუსი ეძახიან, თუმცა ფილოგენეტიკური ანალიზის დროს ჯორჯია ორთოპოქს ვირუს 2013 დაერქვა მას და მან დაიკავა ადგილი როგორც ცალკე განშტოებად. დაავადება მიმდინარეობდა მსუბუქად და აღნიშნული დაავადება დასრულდა სრული გამოჯანმრთელებით როგორც ადამიანების, ასევე პირუტყვის შემთხვევაში. აღნიშნულ სახეობის ვირუსთან დაკავშირებით დამატებით მიმდინარეობს კვლევები და მოგვიანებით ალბათ უფრო სიღრმისეულად იქნება შესწავლილი აღნიშნული ვირუსი. მადლობა ყურადღებისათვის.